იემენის ჰუსიტები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში შეერთებული შტატების ავიაიერიშების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორც ცდილობენ იემენელი მეხანძრეები თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას. ამასთან რამდენიმე დღის წინ ჰუსიტების სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ მათ იემენის ჰაჯის პროვინციის თავზე, რომელიც საუდის არაბეთს ესაზღვრება, შეერთებული შტატების კუთვნილი დრონი ჩამოაგდეს. დრონი ადგილობრივი წარმოების მიწა ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოვაგდეთ. ეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში უკვე მეოთხე დრონია, რომელიც ჩვენმა საჰაერო ძალებმა გაანადგურეს. იემენის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული თვის განმავლობაში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ავიაიერიშების სერია დაიწყო, 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამჟამინდელ ადმინისტრაციას ჰუსიტებზე იერიში იმიტომ მიაქვს, რომ ისინი ახლო აღმოსავლეთის წყლებში გემებს ესხმოდნენ თავს. ამას კი ჰუსიტები ღაზაში პალესტინელების მხარდასაჭერად აკეთებენ.